დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეძღვნება. ეს არის ეროსი კიწმარიშვილის საქმე. იცით რომ ერთი მხრივ პროკურატურამ დაასრულა ძიება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე და დაადგინა რომ ეს იყო თვითმკვლელობა. პროკურატურამ ყველა სხვა ალტერნატიული ვერსია გამორიცხა. ოჯახს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს. ოჯახი და ადვოკატები არ იზიარებენ პროკურატურის პოზიციას. ჩვენი მომდევნო სტუმარია ვალერი გელბახიანი, იურისტი, პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით, ბატონ ვალერი, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. თქვენ მოისმინეთ როგორც პროკურატურის, ასევე ოჯახის პოზიცია. მოახერხა თუ არა გამოძიებამ თქვენი როგორც იურისტის, როგორც პოლიტიკოსის დარწმუნება იმ ვერსიაში, რომელიც მან საზოგადოებაში შესთავაზა. მადლობთ მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. მე შემიძლია გითხრათ, რომ შევაფასებ მოვლენას როგორც იურიდიული, ასე ვთქვათ, ასპექტით, ასევე როგორც პირადი ადამიანი, რომელიც პირადი შთაბეჭდილებებით აცხადებს თავის პოზიციას. არანაირი დაინტერესება არ მაქვს არც პროკურატურის მიმართ და არც თავად პერსონის მიმართ. უბრალოდ შეიძლება ისე მოხდა, რომ ბოლო მოვლენებამ მასთან მე დამაკავშირა და აქედან რაღაც შთაბეჭდილებები გამაჩნია, რა თქმა უნდა. გარდაცვალების მეორე დღესვე მე გავაკეთე განცხადება, რომ არ მჯერა იმის, რომ ეროსი კიწმარიშვილი თავს მოიკლავდა თავისი ნებით. ეს გამომდინარე იქიდან გავაკეთე, რომ მასთან მქონდა გარდაცვალებამდე ერთი თვითადრე საუბარი, მოგეხსენებათ ის ჩვენი პარტიიდან იყრიდა კენჭ რუსთავის მერად და მეც მქონდა, ასე თქვა, ჩემი შენიშვნების და ჩემი წინააღმდეგობების მასთან. ამდენად მე დარწმუნებული ვიყავი იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი ესეთი ფორმა არ შემეიშავს დეპრესიული მაშლილობის. პირიქით მქონდა ძალიან მაღალი განწყობა, ბრძოლის განწყობა იმისათვის, რომ მას დაერეგულირებინა ის პრობლემები, რომლებიც მის გარშემო იყო და მქონდა როგორც პოლიტიკური გეგმები, ასევე მისი პროფესიული, ანუ კომერციული გეგმები. აი ეს ფონი არ მაძლევდა მე იმის თქმის უფლებას, რომ დამრჩენოდა შთაბეჭდილება თითქოს მე ვნახე დეპრესირებული, შინაგანად მოშლილი ადამიანი, რომელიც წუხდა პრობლემებზე და რომლის გამოც შეიძლება ადამიანმა ეს დასკვნა თქვენ გააკეთეთ მეორე დღესვე, როგორც თქვით. ამის შემდეგ გავიდა 2 წელი და ახლა უკვე გვაქვს პროკურატურის დადგენილება. ახლა როგორი შთაბეჭდილება გაქვთ? რავი აზზე ხარ თუ გაგიმყარდათ ეს თქვენი მოსაზრება კიდევ? მე თვითონ მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ 6 წელი მუშაობდი მე დასაწყის ეტაპზე პროკურატურის ორგანოებში მკვლელობის საქმეებზე და არაერთი ანალოგიური საქმეები არის ჩემს მიერ გამოძიებული. საერთოდ მეთოდიკა ასეთია, თუ გამოძიება ირჩევს ერთადერთ ვერსიას, ყველა მტკიცებულებას ქმნის ამ ვერსიის გასამყარებლად. ამიტომ მე ვერ დავინახე, რომ იქ მიმდინარეობდა მუშაობა სხვა ვერსიებზე, ანუ მკვლელობის ვერსიებზე. რომ ყოფილიყო ნამუშევარი, აუცილებლად იტყოდა პროკურატურა რა გადამოწმდა მიმართულებით, რა მტკიცებულებები შეიქმნა და რამ გააბათილა მკვლელობის ვერსიები. ანუ მეთოდურად მტკიცებულებითი თვალსაზრისით ვერ დავინახე აი ეს მომენტი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეს სამხრივება უკვე როგორც შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მეორეს მხრივ, ბუნებრივია ახლა ყველა პროკურორის და გამომძიებელი ცდილობს იმას, რომ ყველა ვერსია, ან დასკვნა, რომელიც ვერსიაზეა აგებული, იყოს გამყარებული ისეთი მტკიცებულებით, რომელიც ეჭვს არ იწევს. მაგრამ აქ დაისვა კითხვები, რა თქმა უნდა, თქვენ გახსოვთ ჟვანიას მკვლელობა რამდენჯერ შეწყდა, რამდენჯერ განახლდა და კიდევ არ დასრულებულა, ხო? ამიტომ, როდესაც არის კითხვები, იქ სატკენი და საწყენი არავისთვის არ უნდა იყოს. კითხვები უნდა აიხსნას მტკიცებულებებით. აი თქვენ როგორც იურისტს, რომელსაც გაქვთ ამხელა გამოცდილება, რა გაგიჩნდათ ისეთი შეკითხვები, რაზეც ვერ მიიღეთ პასუხი? აი ფაქტობრივ დეტალებზე. მოდი ესე ვთქვათ, პირველი ვერ გავარკვიე, მე პირადად ვერ გავიგე ამ დასკვნიდან, მარჯვენა ხელით განხორციელა თუ მარცხენა ხელით ესროლა. საერთოდ ადამიანი, რომელ ხელსაც მოიხმარს, ყველა მოქმედებას, აქტიურ მოქმედებას იმ ხელით ახორციელებს. თუ მარჯვენა ყველა ოპერაციას ჭამასაც კი ამ მარჯვენა ხელის მეშვეობით ახორციელებს. მით უმეტეს თუ ეს სროლას ეხება, რა თქმა უნდა. მარცხენა ხელი ამ შემთხვევაში არ ასრულებს ძირითად ფუნქციას, ხო? ამიტომ არ აიხსნა ეს ცაცია იყო თუ მარჯვენა იყო ამ შემთხვევაში, ხო? ვერ დამაჯერეს ამით მე პირადად, ხო? მეორე, შეიძლება შემდეგ დამატებით გამოძიება თუ ჩატარდება ეს ყველაფერი ახსნილი იქნეს და მე იმას კი არ გამოვრიცხავ თვითმკვლელობა იყო, უბრალოდ არ მაქვს ამის შთაბეჭდილებას. შემდეგ სასხლეთზე თითის ანაბიჯზე დნმ მე მგონი ჩატარდა ამისი
და იქ რაღაც სხვადასხვა კვალია აღმოჩენილი მე როგორც ვიცი, რაც იმაზე მიმანიშნებს კიდევ რომ მყარი მტკიცებულება არ არის ამ ნაწილში წარმოდგენილი. ანუ შეიძლება ლულაზე აღმოჩნდეს მისი თითის ანაბეჭდი, ვინაიდან იყიდა მან ეს პისტოლეტი და იქნებოდა ბუნებრივი აფთითის ანაბეჭდი, მაგრამ თავარი არის იქ ყველაზე საკვანძო რაც არის გამოძიებისთვის სასხლეთზე არის თუ აი ამას ამბობს ადვოკატიც რომ აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი სასხლეთზე. ანუ ეს რა თქმა უნდა კითხვებს ბადებს, გაურება აქ არ შეიძლება. ამიტომ ცალსახად და კატეგორიული კითხვები, პასუხები უნდა არსებობდეს. მესამე ბუნებრივია ფირები. ეს ფირები რატომღაც ისე აღმოჩნდა, ხა მე შეხება მაქვს ახლა დღევანდელ გამოძიებასთანაც და საერთოდ სასამართლო პროცესებთან და მე შემხედრია შემთხვევები, როდესაც ფირებს ან არიღებენ, ან პასუხს პოლიცია რომ განადგურებულია, არ იყო გაფუჭებული, ეს არის აი ზოგადად გავრცელებული მიდგომა, როდესაც არ უნდათ ფირების მტკიცებულებად გამოყენება. მე არ ვიცი, რამდენად სწორია ამ შემთხვევაში, რომ ექსპერტიზის გარეშეა ეს მტკიცებულება წარმოდგენილი. მე მაგალითად მათ ადგილზე ჩავატარებდი ექსპერტიზას, შესაძლებელია თუ არა, ჰაერის ტემპერატურაზე დამტვერილ ვიდეო კამერას არ კონდეს ასახვის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა ისეთი, რომ კადრი არ გამოჩნდეს. მე მგონია, რომ ესეც არ არის სწორი არგუმენტი, რომელიც არის დასაბუთებული. ამასაც ახსნა ჭირდება, ექსპერტიზის დამოუკიდებლობა ჭირდება და ბოლოს თავად ფსიქიატრიული ექსპერტიზა რატომ არ ჩატარდა? ხო გამოიკითხა ყველა ბოლო პერიოდში ვის შეხვედრია ეროსი კინწვარიშვილი, ოჯახის წევრები, საქმიანი ასე ვთქვათ პარტნიორები, დაპირისპირებული პირები რომ ამ გამოკითხვას ქონოდა ასე ვთქვათ ფართო მასშტაბი, ხო, ისეთი რომ ასახულიყო მისი ფსიქოტიპაჟი, უნდა დანიშნულიყო აუცილებლად ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გარკვეულიყო რამე დეპრესიული ნიშნები ქონდა თუ არა მას და შეეძლო თუ არა უკონტროლო მოქმედებების განხორციელება. აი რაც შეეხება ვიდეო კამერას, მე უბრალოდ დავაზუსტებ ის რაც უწერია პროკურატურა, სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის, ამას ამბობს პროკურატურა კამერასთან დაკავშირებით. მე მინდა შევეხოთ ასევე პოლიტიკურ ნაწილს, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით, პოლიტიკურ კონტექსტს. აქ რისი თქმა შეგიძლიათ? ნუ ახლა მე არ ვიცი მაყურებელმა იცის თუ არა, მაგრამ შევახსენებ რომ ეროს კინწვარიშვილმა კენჭი იყარა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ რუსთავში მერის კანდიდატურაზე ჩვენი პარტიიდან, ანუ იმ პარტიიდან, რომლის დაფუძნებელიც მე გახლავართ, ეს არის ჩემი საქართველო. დიახ. მოგეხსენებათ, ეს იყო ბადრი პატარკაციშვილის პარტია და ჩვენ ეს გავაგრძელეთ, ასე ვთქვათ, მისი გარდაცვალების შემდეგაც ეს საქმე. ანუ დარეგისტრირებული იყო ოფიციალურად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იყო საარჩევნო სუბიექტი და კინწვარიშვილს გაუჩნდა სურვილი, რომ ამ პარტიის წარდგენით მოხდარიყო მისი მონაწილეობა არჩევნებში. მე თავდაპირველ ეტაპზე პირადად არ ვიყავი ჩართული, ინფორმირებული რა თქმა უნდა ვიყავი, მაგრამ სხვა ასე პარტიის წევრების მეშვეობით მოხდა ეს კონტაქტი. შემდეგ, როდესაც მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი, მქონდა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, მაგრამ პირადი შეხვედრები მქონდა უფრო არჩევნების დასრულების შემდეგ. იქ იყო მეორე ტური, მე არ ვეთანხმებოდი იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა ყოფილიყო მათ შორის იმ პარტიული ორგანიზაციების, რომლის კოორდინაციას ის ახდენდა და არ მსიამოვნებდა უпростоრად, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში ყოფილიყო ერთ-ერთი მონაწილე ამ მოვლენის. მაგრამ მან ახსნა ეს მხოლოდ თემატური, ასე ვთქვათ, ინტერესის მიხედვით და არა რაღაც პოლიტიკური გარიგების თაობაზე. თუმცა, როცა დამარცხდა, მას ჰქონდა წინააღმდება ჩემთან ისეთი, რომ უნდა გაძლიერებულიყო პარტია, უნდა შექმნილიყო ფინანსურად და ორგანიზაციულად უფრო ფართო მასშტაბის და პარტიას ერთ-ერთ ასე ვთქვათ თვითონ თავის თავს მოიაზრებდა ერთ-ერთ ლიდერად. გასაგებია ბატონო ვალერი, ბევრი დრო აღარ დაგვრჩა, მე მინდა შევეხო კიდევ ერთ თემას, ეს იყო სადისკუსიო თემა გადაცემის წინა ბლოკში ჩვენ სტუმრებს შორის რუსთავი 2-ის თემა. ეს რამდენად შეიძლება განვიხილოთ როგორც ვერსიად? არა, ჩემთან მქონდა ძალიან მოკლე საუბარი ამ თემაზე. მან თქვა, რომ რუსთავთან მქონდა და აქვს კიდევაც პრობლემები, მაგრამ აწესრიგებს ამ პრობლემებს და ძალიან მალე ის დაიბრუნებს რუსთავის. იყო ასეთი რამ ნათქვამი ჩემთან. არც არგუმენტებით არ ყოფილა, არც დეტალურად, უბრალოდ მეორე რამეს თქვა მან, რომ მაესტროდან ფული აქვს ასაღები და ამ ფულს აუცილებლად დაიბრუნებს. მაგრამ როგორ რა კონკრეტულ ვითარებაში და რა სახით მე ეს კითხვები არ დამისვავს, მე უბრალოდ ვკითხე
ფინანსურად პარტიაზე როცა იყო საუბარი, ფინანსურად ჩვენ შესაძლებლობები არ აქვს და თქვენი რესურსი რა არის და მან ამის პასუხად თქვა ეს. ანუ ვალებზე მას არ უსაუბრია, პირიქით საუბარი იყო პარტიის ფინანსური რესურსების მობილიზებაზე, მოზიდვაზე. აი, როდესაც ვინც განიხილავს თქვა საზოგადოებაში მკვლელობის ვერსიას და ვინც ამბობს, რომ ხომ არ არის ეს რაღაცნაირად დაკავშირებული რუსთავი 2-თან, იმ პროცესთან, რომელიც მიმდინარეობს რუსთავი 2-ის გარშემო, თქვა დავა მესაკუთრეებს შორის და ასე შემდეგ. თქვენთვის ეს საფუძვლიანი ვერსიაა იმისთვის, რომ განხილვის დონეზე მაინც აიყვანოთ. ბატონო, ხო მე გამორიცხეთ, ვერაფერს ვერ გამორიცხავ. უბრალოდ მე არ მაქვს არც ინფორმაცია და არც არგუმენტი მის თაობაზე, რომ აქ იყო მკვლელობა განხორციელებული და ვინმე მოიაზრება ამ მკვლელობის უკან. მე ვამბობ თავად თვითმკვლელობის ფაქტზე, რომ ეს ფაქტი იურიდიულად არ მომწონს, დადასტურებული არ არის, ნაკლოვანებები აქვს. ამას სჭირდება ალბათ განახლება, გამოძიება და შევსება, მაგრამ თუ ვერ დავინახავ კვლავ იმეორე, ვერ შევხედავ იმ ფაქტს, რომ სხვა ვერსიაზე იმუშავა გამოძიებამ და გამოირიცხა ეს ვერსია და ამის დოკუმენტაცია არ დაიდება, მანამდე ეს ეჭვები იქნება. ეხლა მე თავად ყოფილი გამომძიებელიც ვარ და ყოფილი პროკურორიც და არის ეს მომენტი, რომ სრულყოფილება და ჭეშმარიტების დადგენა ძალიან ძნელია წარსულ მოვლენებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს მცდელობა მუდმივი იმის, რომ არ დარჩეს არავის ზედმეტი კითხვები პასუხგაუცემელი. გმადლობთ, ვალერი გელბახიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეთერი ამით დასრულებულია, ჩვენ 4-ზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.